მე ვარ თელავში, საქართველოს ერთ-ერთ უძველეს ქალაქში და ჩემს უკან არის ბატონის ციხე. 350 წლის წინანდელი ბრწყინვალე სამეფო კომპლექსი. ეს ააშენა მეფე არჩილმა მე-17 საუკუნეში, მაშინ როდესაც გრემიდან დედაქალაქი გადმოვიდა თელავში. აი, უბრალოდ შეხედეთ და დააკვირდით, რა ბრწყინვალე ნაგებობაა და წარმოიდგინეთ, თითქმის უცვლელად არის დღევანდლამდე შემორჩენილი ეს ნაგებობა. ჩემგან ხელმარჯვნივ კი არის ბურჯი. აი ამ ბურჯზე იდგა დიდი ზარბაზანი, რომელიც იცავდა ქალაქს, ქალაქის ამ მხარეს მტრის შემოსევებისაგან. მე მინდა ახლა შევიდეთ და დავათვალიეროთ ერეკლე მეფის ეს ბრწყინვალე სასახლე და ბრწყინვალე კომპლექსი, თუმცა ჩვენ არ შევალთ არჩილის კოშკის მხრიდან, ჩვენ შევალთ მეორე მხრიდან, დასავლეთის კარიბჭიდან, რომელიც, რა ვიცი, როგორც ტრიუმფალური თაღი ისე გამოიყურება დამთვალიერებლისათვის. რაც ძალიან მომწონს ამ ქალაქში არის ის, რომ ეს 350 წლის წინანდელი ნაგებობა იდეალურად არის შეხამებული თანამედროვე თელავის არქიტექტურას. აი რომ შეხედოთ, ხო, მასთან ახლოს არ არის არც ერთი შენობა, არც ერთი მაღალი სახლი, რომელიც დაჩრდილავდა ამ ბრწყინვალე ნაგებობას. მოდით ახლა წავიდეთ მართლა დასავლეთის კარიბჭისაკენ, რომელიც შემგან იქნება ალბათ 350 მეტრით მოშორებული, დიდი აქაურობა და შევიდეთ სამეფო სასახლეში. აი ესეც დასავლეთის მხარე, დასავლეთის კარიბჭე, რომელიც აი ჩემგან კარგად ჩანს. აქ მოედანი იყო ერეკლეს დროსაც და აქ იმართებოდა ხოლმე თურმე ბაზრობები. ანუ ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო სივრცე თელავში იყო აი აქ, აი ამ კარიბჭესთან შესასვლელში. კედლის სიმაღლე დაახლოებით 10 მეტრი იქნება და ხედავთ როგორი თავდაცვითი ნაგებობა არის, მართლა ძლიერი, მაგრამ ყურადღება მინდა მიაქციოთ ასევე მის უნიკალურ დეკორს, რომლითაც ეს კარიბჭე არის შემკული. მოდი ახლა შევიდეთ ერეკლე მეფის ციხესიმაგრეში, ბატონის ციხეში. საბოლოო სახე ერეკლემ აქაურობას მისცა დაახლოებით 1750 წელს და აი ახლა მინდა ავიდეთ სწორედაც აი ამ სადღაც, რა ვიცი, 250-260 წლის წინანდელ კიბეზე. აი ეს არის აი ამ კარიბჭის მოედანი, საბრძოლო მოედანია, შეხეთ აქ რამდენი ადამიანი დაეტევა, ხო? ბრძოლისას და თლიანად აკონტროლებს ამ სივრცეს. მიაქციეთ ყურადღება, აი ეს არის ლოდების ჩასაყრელი და ეს არის აქედან კუპრის გადასასხველი ტერზე, მაშინ ასე იცავდნენ ხოლმე თავს. სათოფურები, როგორ არის განაწილებული, ყველა მხარეს იყურება, ყველა მხრიდან. შეგიძლია აკონტროლო მთელი სივრცე. ეხლა მინდა თვითონ გავიხედოთ შიდა ეზოშიც, რომელიც რა თქმა უნდა უფრო მეტად იყო მაშინ დაპირთული სხვადასხვა ნაგებობებით. აი ყურადღება მივაქციოთ იქით, როგორი საბრძოლო ბილიკებია, მაშინდელი საბრძოლო ბილიკები, მაშინდელი საბრძოლო კიბეები, ეს არის ყველაფერი მე-18 საუკუნის 50-იანი წლების. ეხლა ერეკლე რატომ იყო განსაკუთრებული და რატომ იყო მართლაც ძალიან მაგარი მეფე? მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მაგარი მეომარი იყო, რაც ჩვენ მაგაზე ვიცით, არა. ერეკლე განსაკუთრებით ძალიან დიდ ყურადღებას უთმობდა სწავლას. და აი აქ მან შექმნა სკოლა, რომლის ნაშთებსაც ახლა მე თქვენთან ერთად ვნახავ. რა თქმა უნდა, ერეკლე მეფის დროს სკოლა ამხელა არ იყო და უფრო მოკრძალებულად გამოიყურებოდა, თუმცა რა თქმა უნდა, ამ დაწესებულებას ძალიან დიდი ისტორია და ტრადიცია აქვს. როგორც ამბობენ, ერეკლეც კი ესწრებოდაო თურმე გაკვეთილებს, რომელიც აქ ტარდებოდა. მოდი ახლა შევიდეთ შიგნით და ვნახოთ იმ უძველესი სკოლის ნაშთები, რომელიც დღემდეც კი არის შემორჩენილი. ეს არის უძველესი სკოლის კედლები, აი ეს კედლები იყო სწორედაც მაშინ ერეკლეს დროს, როდესაც აშენდა. ეხლა რა თქმა უნდა ეს სახე არ აქვს და ამას რესტავრაცია ჭირდება და ეს არის გათანამედროვებული, მაგრამ მე როგორც მგონია, არც ერთი სკოლა არ არის შემორჩენილი დღემდე და სადაც ჩვენ ვართ, ეს არის უძველესი სკოლა. რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით ახლა გელათის და შუამთის აკადემიებს. ჩვენ ვსაუბრობთ შუა საუკუნეების სკოლაზე. თავარი იდუმალება, რაც ამ სკოლას აქვს ახლა, მე მინდა რომ თქვენთან ერთად ვნახო. მე არ მგონია, რომ ჰარი პოტერის სკოლასაც კი ჰქონოდეს ესეთი საიდუმლო, როგორც აქვს თელავის აი ამ უძველეს სკოლას. და უყურეთ ახლა რა არის. ეს არის 300 წლის წინანდელი საიდუმლო გვირაბი და ჩვენ
თქვენთან სანდრო მომეხმარე ამის ახსნაში გამიჭირდება მარტოს. ეხლა ჩვენ ჩავდივართ 100 მეტრიან საიდუმლო გვირაბში, რომელიც ერეკლეს მეფის დროინდელია და ნახავთ რა არის მის ბოლოში. წავედით. უყურე არ ჩანს ბოლოც კი არ ჩანს, ნახეთ. ჩავედით. გადახურვა ნახეთ არის, რა თქმა უნდა, კლასიკური ქართული აგურით გაკეთებული შუა საუკუნეების ეს სავენტილაციო ჭრილები ნახეთ. რომ ჰაერმა იმოძრაოს აქ არის თითქმის ყოველ 1 მეტრში და ჩავდივართ სიღრმეზე და ახლა ჩვენ პრინციპში გავდივართ თავარი გალავნის გარეთ, ჩემი აზრით, უკვე იქ უნდა ვიყოთ. და რა არის ახლა რა დაგხვდება? ეს არის ძალიან საინტერესო. ჩამოვედით. აქაც როგორი გადახურვა, როგორი თაღია გაკეთებული. უბრალოდ შეხედეთ. და გამოდივართ და აქაც უყურეთ. ამ სიღრმეზე ხო ჩამოვედით დაახლოებით 1-15 მეტრზე მაინც ჩამოვედით სიღრმეზე და გამოდივართ გარეთ იყო გასასვლელი. მაგრამ რისთვის იყო რა დანიშნულება ჰქონდა ამ გვირაბს, ხო? ეს არის თავარი. როდესაც ქალაქი ექცეოდა ალყაში, ქალაქს უნდა ჰქონდა წყალი. და სწორედ ეს არის წყლის რეზერვუარი. ულევი წყლის. უყურეთ. ნახეთ. გაუბარჯოს ერეკლე მეფეს. აი ესეთ საიდუმლოებას ინახავს ეს ერეკლე მეფის კომპლექსი, მაგრამ მე არ შემიძლია პირველ სკოლაში მოვიდე და არ გაჩვენოთ ერთი ძალიან კარგი ისტორიული ადგილიც, რომელიც ამ სკოლას უკავშირდება. წავიდეთ ახლა და გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა ბატონის სასახლეში. ეს უკვე არის 1871 წელი და აი ამ ბუხარს მინდა მიაქციოთ განსაკუთრებული ყურადღება. ეს არის ის ბუხარი, სადაც ვაჟა ფშაველა იჯდა პირდაპირ გაგებით. ის თავის ბიოგრაფიაში წერს, რომ როდესაც თელავის სასწავლებელში მიმაბარესო, ადგილი არ იყო სასწავლო კლასშიო და ბუხრიდან ვიჭყიტებოდიო. აი ეს არის სწორედ ის ისტორიული ბუხარი, რომელზეც ვაჟა ფშაველა ვიყובה. ის ხომ აქ თელავის პირველ სკოლაში სწავლობდა. ახლა კი ისევ ერეკლეს ეპოქას დავუბრუნდით. ბატონის ციხის ტერიტორიაზე არის ორი ეკლესია. ერთი არის ეს პატარა არჩილის ეკლესიას ეძახიან, მე ძალიან მომწონს ეს მოკრძალებული, ზოგადად მე მოკრძალებული ეკლესიები ძალიან მიყვარს. არჩილის კარის ეკლესიას ეძახიან, როგორც გითხარით, თუმცა ამბობენ, რომ ესო უფრო ადრინდელი ეკლესია არისო, ნაწილი ამბობს, რომ სადაც მე-10 საუკუნეს მიაკუთვნებენ. 1753 წელს უკვე ერეკლემ ააშენა ეს გაცილებით დიდი ეკლესია. მოდი შევიდეთ შიგნით და ნახოთ ეს ეკლესიაც როგორ გამოიყურება. ეს ეკლესია აგებული არის შუა საუკუნეების კლასიკური წესებით, როგორც იტყვიან, გვიანი შუა საუკუნეების, ასევე შეხედეთ, აი ქართული აგური, რომელიც აქ არის გამოყენებული არის სწორედაც აი მე-17-მე-18 საუკუნეების. ჩვენ არ გვაქვს ცნობები, რომ ეს ყოფილა მოხატული, როგორც ფიქრობენ მეცნიერების ნაწილი არ ყოფილა ეს ფრესკებით მოხატული და აი რასაც ახლა ვხედავთ, ეს არის ავთენტური, როგორიც იყო აი ერეკლეს დროს 1753 წელს. მეცნიერების ნაწილი ასევე ფიქრობს, რომ აქ შეიძლება იყოს დაკრძალული ლევან ბატონიშვილი, ერეკლე მეფის უსაყვარლესი შვილი, რომელიც დღემდე არ იციან, რითი გარდაიცვალა 1000-ნაირი ჭორები დადის მასზე, ეს იყო 1791 წელი, თუმცა ესეც ჩვენ არ ვიცით დაზუსტებით. ახლა მე მინდა თქვენთან ერთად გავიდე და ვნახო ბატონის ციხის მთავარი მშვენება, ეს არის სამეფო სასახლე. 1703 წელს ერეკლეს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე ეს სასახლე ააშენა დავით იმამყულიხანმა. ეს იყო გამაჰმადიანებული ბაგრატიონი, რომელიც სპარსელებმა დანიშნეს კახეთის გამგებლად. სწორედ
მისი კონცეფციით არის ეს აშენებული, სპარსული კონცეფციით არის ეთყობა კიდე სასახლეს, რომ რამხელა როგორი დიდი გავლენა აქვს, ხო? სპარსული და ახლა მინდა მოგიყვეთ, როგორი იყო ამ სასახლის შინაარსი, რაც მთავარია შინაარსი. აი, ჩემგან მარცხენა მხარე, ეს არის მეფის ოთახი, აქ იყო საკაცებო, როგორც ამბობენ და აი მარჯვენა მხარეს, ხო, აქეთ იყო დედოფლის ოთახი. ანუ ამას ეძახდნენ საქალებოს, დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ. ახლა თქვენ რასაც უყურებთ ღია სივრცე რაც არის, ეს მაშინ თლიანად ასეთი ღია არ იყო, ეს იყო ასევე ორსართულიანი, როგორც ხედავთ, მეორე სართული ვიტრაჟი თლიანად იყო დახურული, ხოლო ზაფხულობით აი ეს პირველი სართული იხსნებოდა ხოლმე. ხედავთ, აგერ ბუხარიც არის ერთი, ხო? ეს რა თქმა უნდა ბუტაფორიული ბუხარი არ იყო, იმიტომ რომ ზამთარში ეს იყო დახურული და ამიტომ მისი გათბობა იყო საჭირო. მაგრამ რაც თავარია ამ სასახლეს ყველაზე საინტერესო რაც აქვს, ეს არის დედოფლის, ანუ ქალების განყოფილებაში და მე მინდა ახლა იქ წავიდეთ და თან მოგიყვეთ ძალიან საინტერესო რამ, რაც შუა საუკუნეების, გვიანი ფეოდალური შუა საუკუნეების ადამიანების და ქალებისა და კაცების ურთიერთობაზე მოგცემს ძალიან ნათელ წარმოდგენას. წავედით. ჩვენ ახლა ვართ კიბესთან, რომელიც ადის მეორე სართულზე. მაგრამ ამ კიბეს აქვს მთავარი გამოცანა. მხოლოდ და მხოლოდ დედოფლის ოთახიდან შეიძლებოდა მოხვედრილიყო ადამიანი მაღლა და ნახოთ რა არის ის საიდუმლოება, რასაც დედოფლის ოთახიდან ასასვლელი ინახავდა. ამოდიოდი და მარჯვნივ და მარცხნივ და მთლიანად წრეზე შეგეძლო, რომ გენახა ყველაფერი თუ რა ხდებოდა სასახლეში. და რაც მთავარია, აქედან კარგად ჩანს მთავარი დარბაზი, სადაც იმართებოდა მთავარი პოლიტიკური სხდომები და ყველანაირი გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. თან რაშია საქმე? ქალებს ოფიციალურად არ ჰქონდათ იმისი უფლება, რომ დასწრებოდნენ ამ სხდომებს. ამიტომ წარმოიდგინეთ, ვითომ არაფრის უფლების მქონე ქალები იყვნენ ყველაფრის საქმის კურსში. აი ეს ქონდა აი აღმოსავლური იდუმალება რაც არის, აი ეს ქონდა და აი ესეთი სასახლე ააგო დავით იმამ ყულიხანმა. თუმცა ერეკლემ რა თქმა უნდა შემდეგ გადააკეთა ეს სასახლე, უფრო დიდი იყო და უფრო ცოტა განსხვავებული კონცეფციის. მე ახლა მინდა ჩავიდეთ და მთავარი დარბაზიც ვნახოთ. წავედით. ესეც მთავარი დარბაზი. სამეფო ტახტს, რომელსაც ხედავთ, ეს არის მულიაჟი, მაგრამ ზუსტად ასე გამოიყურებოდა ბოლოს ქართლ-კახეთის მეფეების სამეფო ტახტი, აი ასეთ ფერებში იყო და ასეთი ზომა იყო. რაც შეეხება სივრცეს, როგორც ვარაუდობენ, ეს უნდა ყოფილიყო საერო ნახატებით მოხატული, ახლა რა თქმა უნდა ასე არ იქნებოდა, როგორც ეს არის შეთეთრებული. ერეკლეს დროს იყო ეს სამსართულიანი, თუმცა როდესაც მოგვიანებით გადაწყვიტეს მისი რესტავრაცია უკვე მე-20 საუკუნეში, იმდენად იყო სხვადასხვა ეპოქაში მე-19 და მე-20 საუკუნეში გადაკეთებული, რომ მხოლოდ და მხოლოდ შეძლეს აი სწორედ პირვანდელი სახემდე მieყვანათ ეს სასახლე. როგორ შეიძლება ვიყოთ ერეკლე მეფის სასახლეში და არ ვნახოთ ის ოთახი, სადაც ის დაიბადა ზუსტად 300 წლის წინ 1720 წლის 7 ნოემბერს. აი ამ პატარა და მოგრძალებულ ოთახში დაიბადა ერეკლე 300 წლის წინ. როგორი განცდა შეიძლება ხო გქონდეს ადამიანს, როდესაც დგახარ იმ ადგილზე, სადაც შენი უკანასკნელი დიდი მეფე დაიბადა. და სხვათა შორის ამავე ოთახში გარდაიცვალა კიდეც 78 წლის შემდეგ. მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით მოგიყვებით ამ ისტორიას. აქვე არის ძალიან საინტერესო ნივთები დაცული ერეკლეს პირადი ნივთები. მე ხშირად ვსვამ ხოლმე ხალხს, რომ მაქვს ბედნიერება, რომ მუზეუმის თანამშრომლებმა განსაკუთრებული შემთხვევებით მომცენ ხოლმე მასზე შეხების უფლება. აი ეს არის ერეკლე მეფის პირადი ჭიქა. ნახეთ წარწერა სახსოვრად მეფე ერეკლეს დარიასაგან.
დარეჯან დედოფალმა აჩუქა მეფეს აი ეს ჭიქა. აი ეს არის ერეკლეს სათვალე, არც მეტი, არც ნაკლები. ეხლა ერეკლე რატომ არის ხო ჩემთვის ძალიან დიდი მეფე და რატო ვთვლით რომ ეს მართლაც უდიდესი ადამიანი იყო. 15 წლის იყო როდესაც ომში წავიდა პირველად. და როგორც მე გეროტიკი ქონდა წერდა ერეკლესთვის რომ მთელი ცხოვრებაო სახლი იყო ცხენიო და ბალიშად ქონდა უნაგირიო. ამ მთელი ცხოვრება გაატარა ერეკლემ ომში. მთელი ცხოვრება გაატარა ერეკლემ ომში და თავარი ის კი არის რომ ომობდა. თავარი არის რომ მართლაც ქართულ ხალხს ერეკლემ დაუბრუნა მაშინ ღირსება. რო გადახედოთ მაშინ ქართლ-კახეთის ქრონიკებს, მიხვდებით რომ ესენი არიან ამაყი ადამიანები, ესენი არიან მეომარი ადამიანები. აი ხანდახან როგორ გვაკლია ხო ეს სიამაყის განცდა და ერეკლემ ქნა ეს, ამიტომ ვფიქრობ რომ გიორგი ბრწყინვალის შემდეგ ესეთი ადამიანი, ესეთი მეფე საქართველოს არ ყოლია, რომელმაც ამხელა სიამაყე დაუბრუნა უკან ადამიანებს. ეს მეომარი ხალხი გახდა ისევ, ეს მეომარისული გამარჯვების გემოაბრძნომინა. აი ამაში იყო ერეკლე მაგარი. და აი თქვენთან ერთად მინდა ეხლა შევეხო ერთ ნივთს, რომელიც ავიცი ალბათ იმხელა აურა აქვს ამას, რომ მინდა რომ ეს თქვენზე გადმოვიტანო. ეს არის ერეკლე მეფის ხმალი, რომელიც მას ეჭირა ხელში. და ასპინძის ბრძოლა ერეკლე მოიგო აი ამ ხმლით. 1795 წელს, როდესაც სპილწანეთის ბრძოლაში დამარცხდა, ეხლა გამახსენდა ეს ეპიზოდი, სადღაც 150 ჯარისკაცით გაიყვანეს ბრძოლის ველიდან და როდესაც გასცდნენ თბილისს, თუ ამ დროს შემოვიდა აღა მაჰმად-ხანის ეს ურდოები რომ შეესწნენ და დაიწას ქალაქის დაწვა, ერეკლე უყურებდა და თურმე აი ეს სიტყვები თქვა, რომ შვილებოღიო, თქვენთვის უნდა მომკვდარი იყავიო და თქვენო ჩემთვის იხოცებითო და ამ კაცმა დაიწყო თურმე ტირილი და მოატრიალა მაშინ ცხენი და წამოვიდა ესე თბილისკენ, შვილიშვილებმა გადაარჩინეს მაშინ ერეკლე რო არ შევარდა და არ შეაკლა ტერსტავი. აი ესეთი ადამიანი იყო, ერის მამა იყო და ერის მამად გრძნობდა თავს ერეკლე. მაგრამ არ გაუტეხია სხვათა შორის ბრძანის ერეკლე. 1795 წლის მერე მან განჯაში ილაშქრა კიდე როდესაც აღა მაჰმად-ხანი წავიდა საქართველოდან და ისევ განჯა დაიბრუნა. ანუ მეომარი ადამიანი იყო. მაგრამ ასაკმაყად თავის იქნა არ ვიცი და აი 1798 წელს უკვე ერეკლე თავის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს ითვლის აი ამ სასახლეში და აი ამ ოთახში. ბოლოს უკვე რამდენიმე დღე ყოფილა თურმე გონება დაკარგული, შვილიშვილებს თხოვა თურმე რამდენიმე დღით ადრე გარეთ გამიყვანეთო და თურმე შეუდგნენ ხრებში და თოვლი იყო იანვარი იყო გაიყვანეს გარეთ, შემდეგ შემოიყვანეს და ერთი თელი დღე იყო თურმე თვალებ გახელილი, გონდაკარგული და შემდეგ ესე წყარა და ჩუმად გარდაიცვალა. აი ესეთი ემოციები მაქვს, როდესაც მოვდივარ თელავში, როდესაც მოვდივარ ერეკლეს სასახლეში და როდესაც გავარ იმ ადგილას, სადაც ჩვენი უკანასკნელი დიდი მეფე დაიბადა და გარდაიცვალა.